მოკლედ ეს იმ ვიდეოს ახლა მეორე ის ნაწილი ჩავაბათ, ასე რომ ვთქვათ, წეგან გაგვიწყდა ამაზე დროშასთან დაკავშირებით, ესე იგი, საქართველოს უკვე სრულყოფილად გააჩნია დროშაც და თავისი გერბიც. ეზოთერული დატვირთვით, ყველანაირად, ყველა სიმბოლიკით, აი ეს დროშა, თელმა ერმა, აი ბატონო ახლა რომ ნახავთ მერე 9 ქიმიანი აღნიშნული არის იესო ქრისტე მაცხოვრის მზე ბორჯღალი, ლურჯი ფერით ქრისტეს აღნიშნულია, ეს მამა ღმერთის აღნიშნული არის, 4 ზოლი არის 4 მახარებლის, ესე იგი ლუკას, იოანეს, მათესა და მარკოზის და რაც შეეხება თეთრ ფონს, ეს არის სული წმინდის აღნიშნული, მამა, ძე და სული წმინდა. ასე რომ ყველანაირად ქრისტიანულად გამართული არის დროშას და გერბიც. გერბზე წეღანაც ვისაუბრეთ. ეხლა ეს დროშა აი ჩემს გიორგის უპრია ხელდა. ასე რომ ყველანაირი სიმბოლოები უკვე ჩვენ გაგვაჩნია იმისათვის რომ წარმატებული იყოს ჩვენი სამშობლო. წინვალე იბერია გაბწყინდეს, გაძლიერდეს თავისი ერით გახდეს უძლიერესი დედამიწის ზურგზე და ვერავინ ვერ იყოს ჩვენი მომრევი. გამრავლდეს და გაიხაროს 90 მილიონზე უნდა ავიდეს ჩვენი ერი თავისი ქართველებით. ერთ-ერთი წარმატებული და დიდარი ქვეყანა უნდა გახდეს. შენაც დავამატებ, აბა? ამინ, რა თქმა უნდა, აბა, გაძლიერდეს და აუცილებლად, ნეტა აღარ უნდა დავამატოთ, აუცილებლად უნდა მოხდეს და გაძლიერდეს. აი ეს გერბი არის რა და ჩვენ ესე იგი დაწყებული ქონია 18 რიცხვში მერვე თვე 2023 და მეათე თვე 2024 წლის 26-ში დღეს დავასრულეთ. დღეს იმართება ზუსტად არჩევნები და აი არჩევნებს ეტყობა სიმბოლურად დაემთხვა და დავასრულეთ იბერიის სახელმწიფოს გერბზე მუშაობა. დარჩენ თქვენზეა რომ ნახავთ ამ ვიდეოს, აბა ვის როგორ მოგეწონათ, შეგიძლიათ იქ გამოხმაურება და კომენტარები დაწეროთ. უსურებ მთლიანად სრულიად მთელ საქართველოს გაბწყინებას, გაძლიერებას, სიმდიდრეს, სიუხვეს, მშვიდობას, გამარჯვებას და წინსვლას. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი ქვეყნის მფარველი ამ დიდ და ბრწყინვალე საქმეში. ამინ. ამინ.